დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, ჟესტურ ენაზე თარგმანი. რასაკვირველია, ყოველ პარასკევს ჩვენ ვაჯერებთ მიმდინარე კვირას და ვცდილობთ თავი მოუყაროთ იმ საკითხებს, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რა თემაზე გვექნება საუბარი პარასკევს, პარასკევი არ იქნება გამონაკლისი და გადაცემას იმ ფრაზით დავიწყებ, რომელიც ყოველთვის უცვლელია და ყოველთვის უკავშირდება ადამიანს. დიახ, ჩვენ საუბრობთ ადამიანზე და საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და შევთანხმდით ამას ვაკეთებთ არა უბრალოდ იმიტომ, რომ ეს გადაცემის კონცეფციის ნაწილია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობის საფუძველი, როდესაც თვლით, რომ დიახ, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი და ადამიანის შესახებ ცოდნა არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანმა უფრო დიდხანს იცოცხლოს და უფრო კარგად იცხოვროს, შესაბამისად ჰქონდეს ცხოვრების მაღალი ხარისხი. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ ერთ მთლიან განუყოფელ ორგანიზმს, რომელიც რასაკვირველია არის ერთ-ერთი კომპონენტი ცოცხალი სამყაროსი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება არ ეკლოს საკუთარ ორგანიზმში და აირეკლოს ყველაფერის, რაც ხდება გარშემო, ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში და მეორე მხრივ მუდმივად იქონიოს გავლენა იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. და როდესაც ჩვენ აი ამ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ნივთიერებების მიმოცვლა გარემოსა და ადამიანის ორგანიზმს შორის, რომელიც კონკრეტული სისტემების მეშვეობით ხორციელდება. მართალია, ჩვენს ორგანიზმში იზოლირებული პრობლემები არ არსებობს, მაგრამ არის განსაკუთრებული სისტემები და განსაკუთრებული მდგომარეობები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში. ადრე განსხვავებული იყო წარმოდგენა, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ ნაწლავი ჩვენს ორგანიზმში არის სახელმწიფოში. და აი ამ ფრაზას ძალიან ხშირად ვიმეორებ 10 წლეულების მანძილზე, რადგან საკმარისი მტკიცებულება გვაქვს უკვე, რომ ვიყოთ დარწმუნებულები. დიახ, ნაწლავს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის არის ავტონომიური ნერვული სისტემის მქონე. მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არის სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე გავლენის მქონე და რაც მთავარია, ნაწლავი ამტკიცებს ყოველდღიურ რეალობაში, რომ ის განსაზღვროს ადამიანის წონასწორობას და შესაბამისად ჯანმრთელობას. ნაწლავი არის ძალიან ტევადი და პირის ღრუც კი წინა ნაწლავი გახლავთ. ანატომიურად ასეა, ფუნქციურადაც ასეა და ყველაფერი იწყება პირის ღრუდან და სრულდება სწორი ნაწლავით. შევთანხმდით, რომ პირის ღრუ, შემდეგ არის საყლაპავი, ეს ყველაფერი გრძელდება კუჭში, მერე იწყება წვრილი ნაწლავი, ჯერ 12 გოჯა ნაწლავია, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი სახელწოდებით გამოირჩევა. წვრილ ნაწლავს სხვადასხვა ფრაგმენტი აქვს, რომელიც ჩვენ სქემაზე ჟოლოსფრად არის და შემდეგ გადადის მსხვილ ნაწლავში, რომელიც ყვითელი ფერის არის ჩვენ სქემაზე და სრულდება სწორი ნაწლავით. როგორც უკვე გითხარით, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ის კომპონენტი, რასაც კუჭნაწლავის ტრაქტი ჰქვია, არის ერთი მთლიანი სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია არა უბრალოდ საკვების მიღება, გადამუშავება, შეთვისებაზე, არამედ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ ტვინის ჯანმრთელობაზე, გულის ძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეც და ნებისმიერი სხვა ორგანოს ჯანმრთელობაზეც, იმიტომ რომ დღეს უკვე ვიცით, არსებობს ნაწლავ ტვინის, ნაწლავ გულის და მრავალი სხვა ღერძი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავის კონკრეტული უბნიდან იწყება სისხლდენა? რა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და მოგეხსენებათ, სისხლდენა ყოველთვის გვაშინებს ხოლმე ადამიანებს, ყოველთვის გვაფიქრებს, გვაშფოთებს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ამ თემაზე საუბარი პროფესიონალთან ერთად, რომელიც ხშირად არის ამ პრობლემის წინაშე. და ასეთი პრობლემის წინაშე არის ხშირად არაერთი ქირურგი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სისხლდენაზე, კონკრეტული დაავადებებით, განპირობებულ სისხლდენაზე და ჩვენ გვჭირდება ძალიან სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შეაქმნას. ახლა სტუდიაში შემოგვერთდება ჩვენი კოლეგა, ქირურგი, პროქტოლოგი, ბატონი ერეკლე გრატიაშვილი. ერეკლე, დილამშვიდობისა, მობრძანდით. დილამშვიდობის. დაბრძანდით.
თქვენ ხართ დიდი ხანია ჩვენი გადაცემის მეგობარი და ჩვენ თანამშრომლობთ წლების მანძილზე სხვადასხვა დაავადებაზე გვისაუბრია, სხვადასხვა პრობლემაზე გვისაუბრია, სხვადასხვა მეთოდზეც გვისაუბრია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ამა თუ იმ პრობლემის სამკურნალოდ მოსაგვარებლად, მაგრამ დღეს ჩვენ ერთგვარად კრებითი თემა გვაქვს და ვსაუბრობთ სისხლდენაზე, რომელიც ნაწლავს უკავშირდება და როდესაც მაგალითად სწორი ნაწლავიდან არის სისხლდენა, რატომღაც სტერეოტიპულად მხოლოდ ერთ პრობლემაზე ფიქრობს ხოლმე საზოგადოება. არადა ეს ასე მარტივი არ არის და თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ახლა განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რატომ შეიძლება სისხლდენა მაგალითად სწორი ნაწლავიდან დაკავშირებული იყოს სხვადასხვა პრობლემასთან და რომ ამაში აუცილებლად გვჭირდება გარკვევა. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, ნამდვილად აუცილებელია გარკვევა. სისხლდენა როგორც ესეთი ნორმა არასდროს არ არის, ხო? თუმცა ნამდვილად გეთანხმებით, რომ ადამიანთა უმრავლესობა სისხლდენა მიაჩნია ხოლმე, რომ ეს არის ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილიდან ეგრეთ წოდებული. და ნამდვილად ბუასილი ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია სისხლდენების და 75%-ში ადგენს დაახლოებით ჯამში, ასევე 15%-ში ნაპრალიდან არის ხოლმე სისხლდენა. თუმცა ჩვენ სისხლდენის ფორმით შეგვიძლია დავრეკოთ განგაშის ზარი, რომ აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს და არის სისხლდენა, რომელიც გარკვეულად დაყოვნების შეიძლება რომ ეგრეთ წოდებულად გეგმიურად ჩაეწერო და გეგმიურად მიხვიდე და არის როდესაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართო ექიმს. როდესაც ახლა პაციენტ შეკრულობა აქვს, შეკრულობის დროს ალისფერი სისხლდენა შეამჩნია, ტკივილი წვა მისცა, ახლა ადვილად სავარაუდო არის, რომ იფიქროს, რომ დაზიანება მექანიკურად მოხდა, გაეკაწრა, გაეჭრა და სისხლდენა იქიდან არის. მაგრამ თუ სისხლი შერეულია ფეკალურ მასაში, თუ კვიკის მოქმედების ცვლილება გამოიწვია, ოდნავ მუქი არის, ხომ დისკომფორტის ტკივილის გარეშე არის ხშირად და უბრალოდ სისხლს ხედავს პაციენტი, ამ დროს რა თქმა უნდა განგაშის ზარი უნდა დარიყოს, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, რათა გაირკვეს რეალურ მიზეზში. რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ვივარაუდოთ? ანუ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ სიმპტომზეა ლაპარაკი, ამა თუ იმ ჩივილზეა საუბარი, რომლითაც პაციენტი მიმართავს ექიმს, ყოველთვის ვაფასებთ ამ ჩივილს არის თუ არა ის რომელიმე კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებული მხოლოდ თუ შეიძლება იყოს ბევრი პრობლემის საერთო ნიშანი. დღეს რაზედაც ჩვენ საუბრობთ სისხლდენა, მაგალითად სწორი ნაწლავიდან ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს და აი ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძიება, დიაგნოსტიკური ძიება, რადგან ეს არ არის ასე ვთქვათ პაციენტის კომპეტენციის საკითხი, ეს არის ექიმის საკითხი და ის ვარაუდობს რა პრობლემა შეიძლება იყოს ამ სისხლდენის მიზეზი. და თქვენ ბრძანეთ რომ შეფერილობით, მაგალითად სტრუქტურით ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია იმისათვის რომ ვიეჭოთ ესა თუ ის დაავადება. რა დაავადებები შეიძლება ვიეჭოთ გარდა ჰემოროიდული დაავადებისა? როდის შეიძლება გქონდეს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან? 90%-ში როგორც ვთქვით, ჰემოროიდა ნაპრალი არის გამოწვევი და ეს 10% ხო, ბევრი დაავადებაა, როგორც არის დივერტიკული, როგორც პოლიპები არის, სხვადასხვა ტიპის პოლიპები არის ეს და პოლიპებს სხვადასხვანაირი სისხლდენის გამოწვევა შეუძლიათ გააჩნია საჭესმოვნელებელი სისტემის რა ადგილას მდებარეობენ. არის სხვადასხვა ტიპის ჩაგერთვებით, ერეკლე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ პოლიპი, მაგალითად დივერტიკული შეიძლება ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს აქვს და ეს არის უჩვეულო წანაზარდები მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც ნაწლავში არსებობს. ანუ ამ დროს მექანიკური დაზიანების რისკზე ვსაუბრობთ, ხო და ის იწევს ასეთ სისხლდენას. დიახ, მექანიკური ერთი და მეორე პათოლოგიური არის, უკვე პათოლოგიურად არის შეცვლილი. ხშირად დივერტიკულები ესეთი ჯიბეებით გამობერილობებია, ჩვენი ტელემაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს ესე რომ ვთქვათ, თიაქარივით გამობერილობები ნაწლავში, რომელიც ხშირად ანთებით რთულდება, ანთებითი ლორწოვანი კიდევ უფრო ადვილად ზიანდება და სისხლდენების მეტი გამომწვევი არის. თუმცა ჰემოროიდისგან განსხვავებული სისხლდენა აქვს, ასევე პოლიპსაც განსხვავებული სისხლდენა აქვს ჰემოროიდისგან და ნაპრალისგან. პაციენტს შეუძლია ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, შეუძლია გამიჩნდეს ეს ჰემოროიდული დაავადების გამოა თუ მაგალითად პოლიპის გამოა სისხლდენა. ალისფერი სისხლი, როდესაც მოწვეთავს ტკივილის გარეშე და ესეთი
თვალის შესამჩნევი სუფთა სისხლი არის და ფეკალურ მასაში შერეული არ არის. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილიდან არის. ტკივილთან ასოცირებული სისხლდენა, როდესაც ტკივილი და წვა თან ახლავს სისხლდენას, უფრო ნაპრალთან არის ასოცირებული როგორც წესი. და ამ დროს შეკრულობა აქვს პაციენტს ან განმეორებითი რამდენიმე ეპიზოდური დეფეკაციის აქტი მოქმედება კვიწის და ამ დროს შეიძლება ასევე აღინიშნოს ესეთი მტკივნეული სისხლდენა და ესეც ნახეთქიდან არის უფრო მეტად სავარაუდო. ზედა ნაწილიდან ანალური არხის ზემოდან უკვე 3-4 სანტიმეტრზე უფრო ღრმად თუ არის სისხლდენის მიზეზი, ის როგორც წესი შედარებით ერევა ხოლმე ფეკალურ მასას და უფრო მუქ შესახედაობას იღებს. და რაც უფრო ზემოდან არის სისხლის ჟანგბადზე რკინა ცვლილებას განიცდის, ესე რომ ვთქვათ, იჟანგება და უფრო მუქ შეხედულებას ღებულობს, რაც უფრო საჭესპოვნელებელი სისტემის ზედა ნაწილიდან არის. პოლიპები როგორც ესეთი დივერტიკულების კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, თუმცა ავთვისებიანი ფორმის დაზიანებები ხშირად არის ასევე სისხლდენის გამომწვევი და რაც ყველაზე უფრო მეტად ყურადსაღები არის, რომ ამ დროს დაგვიანება არ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკის, თავის დროზე უნდა მივმართოთ ექიმს. ახლა 21 საუკუნესთვის ძალიან მზარდი არის კოლორექტული მსხვილი ნაწლავის სიმსივნე და საგანგაშო ციფრებს აღწევს მით უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში. და ჩვენც სავარაუდოდ რაც უფრო მეტად განვითარებისკენ წავალთ, კოლორექტული სიმსივნის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა განვითარებასთან ერთად ტექნოლოგიებიც თავისთავად ვითარდება და ჩვენ თუ გამოვიყენებთ თანამედროვე მიღწევებს რისკებს შევამცირებთ და ესეთი სავალალო შედეგები არ გვექნება, რაც ანუ გართულებულ ფორმებამდე არ მივალთ და გაცილებით ადრე ჩატარებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ბევრად უფრო ადრე მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩარევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ადრე ისეთი გამოკვლევები, როგორც კოლონოსკოპია, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია თუ მაგნიტურეზონანსული გამოკვლევა და ასე შემდეგ ადრე არ არსებობდა და თუმცა ნაკლები იყო მაშინ შემთხვევებიც კოლორექტული სიმსივნის. ანუ რეალურად აქ რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მუშაობს. ანუ რაოდენობრივადაც გაიზარდა, დიაგნოსტიკის შესაძლებლობებიც გაიზარდა და რისკებიც იზრდება, იმიტომ რომ მჯდომარე ცხოვრების წესი, რაფინირებული საკვები, ნაკლები მცენარეული ბოჭკო და ასე შემდეგ. ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით მას შემდეგ, რაც ვიდეო რჩევას მაყურებელთან ერთად ვნახავთ და ეს ვიდეო რჩევა ნაწლავის წონასწორობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ხმარობს ტერმინს დისბაქტერიოზი, სინამდვილეში ეს არის დარღვეული წონასწორობა დისბიოზის სახელით და დისბაქტერიოზი მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება დადგინდეს, ეს არის მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოზი. დისბაქტერიოზის თავიდან ასაცილებლად ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად რამდენიმე მილიონი ბაქტერია ბინადრობს. ჯანმრთელ ნაწლავში მეგობარი და არამეგობარი ბაქტერიების თანაფარდობა დაცულია. ბაქტერიებს შორის წონასწორობის დარღვევის შედეგია დისბაქტერიოზი. არ დაგავიწყდეთ, დისბაქტერიოზი არის დიაგნოზი, რომელიც მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დგინდება. დისბაქტერიოზი ნიშნავს ბაქტერიების თანაფარდობის რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებას. გახსოვდეთ, დისბაქტერიოზის ყველაზე ხშირი მიზეზი ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ბაქტერიების ნორმალური ფლორის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე აღდგენა. შესაბამისად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა უფრო მარტივი და გონივრულია, ვიდრე მისი მკურნალობა. სწორედ ამიტომ დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებური მოხმარება, ანტიბიოტიკის დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის დარღვევა, ანტიბიოტიკის გამოყენება სიცხის დამწევად, ვირუსის წინააღმდეგ, დაავადების პროფილაქტიკისთვის. აგრეთვე დაუშვებელია პრობიოტიკების და პრებიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ თუ გაქვთ აღარათი, აშკარა მიზეზის გარეშე, გაგიხანგრძლივდათ დიარეა, შეგაწუხათ ყაბზობა, გაქვთ საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება და სხვა. გაითვალისწინეთ, მეგობარი ბაქტერიების შესავსებად შეიძლება გამოიყენოთ საკვები, მაგალითად, მაწონი, ტრადიციული მეთოდით დამზადებული მწნილი. თქვენი ნაწლავის მდგომარეობის შესაბამისად, მეგობარი ბაქტერიების საკვებად გამოიყენეთ რძის ნაწარმი, პარკოსნები, ხახვი, ნიორი და სხვა.
სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. მაგრძელებთ საუბარს და როდესაც ჩვენ ამათ იმ პრობლემაზე საუბრობთ ხოლმე, ჩვენ ითვალისწინებთ რა ჩივილი შეიძლება გქონდეს ადამიანს, რა შეიძლება გვაწუხებდეს, რომელიც მიგვანიშნებს პრობლემაზე და შემდეგ უკვე როდესაც ექიმი იეჭვებს პრობლემას, ჩვენ ვიწყებთ ძიებას დიაგნოზისა. აი ამ ძიების პროცესში, როდესაც სისხლდენა მაგალითად სწორი ნაწლავიდან რა კვლევები გვეხმარება მივაგნოთ ნამდვილ მიზეზს. თქვენ წეგან ახსენეთ, როგორ დაიხვეწა დიაგნოსტიკური მეთოდები, ყველა ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ამ ძიების პროცესში. თუ ნაწლავში მიმდინარე პროცესის დიაგნოსტიკისთვის რაღაც ოქროს სტანდარტი არსებობს? პირველ ეტაპზე თავისთავად პაციენტის გასიჯვა პროქტოლოგის მიერ უნდა მოხდეს. რათა ის 90% გამოირიცხოს, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც პროქტოლოგიური ჰემოროიდული დაავადება, ანალური ნაპრალი ძირითადად. რომ ეს გამოკლება ძალიან მარტივი არის და სულ რამდენიმე წამი მიმდინარეობს და დისკომფორტებთან და ტკივილთან ნამდვილად არ არის. ანუ პირველი ეტაპი ეს არის ექიმის გასინჯვა. ექიმის გასინჯვა. შემდეგ უკვე თუ ჩვენ თვალნათელი მიზეზი ვნახეთ სისხლდენა საიდან არის, შემდეგ აღარ ვაგრძელებთ კვლევას. თუ ჩვენ მიზეზს ვერ ვნახულობთ, ვაგრძელებთ კვლევას. ეს კვლევა არის როგორც წესი კოლონოსკოპია, გასტროსკოპია, ეს 21 საუკუნეში უკვე სედაციით კეთდება როგორც წესი, ამიტომ უმტკივნეულო გამოკვლევები არის და შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ხდება ამ გამოკვლევით მიგნება სისხლდენის მიზეზის. მერეკლე გერთვებით მან ვიდრე გააგრძელებთ, აქ არის კიდევ ერთი მხარე ამ სედაციაში, როდესაც ტკივილზე საუბრობთ ერთია, მაგრამ გარკვეული უხერხულობა და ბარიერი არსებობს ამ კვლევასთან დაკავშირებით და სედაცია ძალიან ბევრ ადამიანს ამაშიც ეხმარება, რომ ეს ბარიერი გადალახოს, როდესაც თქვათ სწორი ნაწლავიდან კვლევას ეხება საქმე. და ბრძანებდით თქვენ დაზიანების შეფასება, თქვათ ენდოსკოპიური კვლევისას, ხო? ენდოსკოპიური კვლევისას უკვე თუ თვალნათლივ მიზეზი ნახეს, იშვიათი შემთხვევები არის ხოლმე, როდესაც წვრილნაწლავოვანი სისხლდენა და ცოტა უფრო გაართულებული არის, ესე იგი მიგნება და დიაგნოსტიკა და უკვე საჭიროება ხოლმე კიდევ უფრო გაღრმავება კვლევების. თუმცა სისხლდენების უმრავლესობა ამ ორი გამოკვლევით ტკინდება და შემდეგ უკვე ხდება გადაწყვეტილება თუ რა გაკეთდეს. ეს არის წყლულებისგან ეს დაზიანება, ანთებითი პროცესები არის, პოლიპი არის, სიმსივნური უკვე ავთვისებიანი სიმსივნის ფორმა არის თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. რაც უფრო ადრეულად ხდება მიგნება და ადრეული მკურნალობა, მით უფრო მარტივად ხდება. მაგალითად, პოლიპის მოშორება ენდოსკოპიური გზით ძალიან მარტივი არის, ხოლო თუ დიდი გაფართოებული ოპერაცია არ არის ეს. როგორც ესეთი ჩვენ კეთილთვისებიან წარმონაქმნებს ვთვლით, თუმცა ესენი არიან სიმსივნის წინა მდგომარეობები. სწორედ მათი ავთვისებიანი ტრანსფორმაციის გადაგვარების გამო ხდება სიმსივნის ჩამოყალიბება. ამიტომ ჩვენ თუ მას კეთილთვისებით, ჩვენ თუ იმ დროს მივაგნებთ, როდესაც ის საშიში არ არის, არც მეტასტაზები არ არის, მისი მოშორების შემდეგ ადამიანი ხანგრძლივად დავისუფლდება და თუ 5 წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპიას იკეთებს, როგორც ესეთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობა მინიმუმამდე დადის, რომ ესე პოლიპი გაჩნდეს და ამ პერიოდში გადაგვარდეს, ფაქტიურად შეუძლებელი არის. თუ ეხლა როდესაც პოლიპს ნახულობენ, უკვე 2 წლის მერე მაქსიმუმ კიდევ უმეორებენ კოლონოსკოპიას და ამიტომ ესე რომ სიტუაციაზე ვიძახი, თუ გამორჩა ამ კვლევას იმ მომენტში და კიდე სხვა პოლიპი იყო, უკვე 2 წლის შემდეგ განმეორების შემთხვევაში კვლევის მიგნება ხდება. მეტი ალბათობაა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩეს. შეუმჩნეველი არ დარჩეს. ამიტომ 50-დან 70 წლამდე ასაკში, როდესაც ყველაზე მაღალი არის კოლორექტული სიმსივნის განვითარების რისკი, აუცილებელი არის. უმნიშვნელოვანესი არის, რომ ადამიანებმა მიმართონ ექიმს და ეს გამოკვლევები უკვე აუცილებელი არის ოჯახის ექიმის მიერ პროქტოლოგის ჩართვა, პირველ ეტაპზე გასინჯვა პროქტოლოგიურად და შემდეგ უკვე კოლონოსკოპიის გაკეთება. და ყველა 5 წელიწადში ეს თუ კეთდება, კოლორექტული სიმსივნე ფაქტიურად აღარ ვითარდება.
როდესაც თქვენ საუბრობდით მკურნალობის ტაქტიკის არჩევაზე, რასაკვირველია, პირველი ეტაპი არის, როდესაც ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდება პრობლემაზე. შემდეგ კონკრეტული კვლევის მეთოდები გვეხმარება, რომ დავადასტუროთ ჩვენი ეჭვი, ან გავაქარწყლოთ ჩვენი ეჭვი და აუცილებლად მივაგნოთ ამ პრობლემის მიზეზს, სათავეს, ანუ იმ დიაგნოზს, რომელმაც გამოიწვია სისხლდენა. მაგრამ სისხლდენა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას ოპერაციული ჩარევის სასარგებლოდ ვაკეთებთ. თუ სისხლდენის შემთხვევაშიც კი არსებობს მაგალითად სხვა მეთოდები, თუნდაც მედიკამენტური ჩარევა იმისთვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ. სისხლდენების უმრავლესობა გამოწეული არის ხოლმე დაავადებებით, რომელსაც ქირურგიული მკურნალობა არ სჭირდება, მანიპულაციებიც კი არ სჭირდებათ ხოლმე და კონსერვატული მკურნალობით, ანუ მედიკამენტოზური მკურნალობით ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ხშირ შემთხვევაში ესე პროქტოლოგიური სისხლდენების გამომწვევი არეული კუჭის მოქმედება არის. სწორედ აი ეს რჩევა მიკრობიოტასთან დაკავშირებით და მიკროფლორის მოწესრიგება, რომელიც სწორედ სწორი კვებით მიიღწევა და მოწესრიგებული კუჭის მოქმედების ფონზე სისხლდენების გამოვლენა ნაკლები არის. თან ადამიანს, როდესაც მოწესრიგებულია კუჭის მოქმედება და ის სისხლში შეამჩნევს, მაშინ ვიხვდება, რომ რაღაცაში არის საქმე და დროულად უნდა მიმართოს ექიმს. როდესაც არეული აქვს მოქმედება, შეკრულობა აქვს, ჰემოროის კვანძები აქვს და სისხლს ამჩნევს, უკვე აღარ მიმართავს ექიმს. გონია, რომ ეს ჰემოროიდან არის. რომელიც ძალიან გავს ხშირად სწორნაწლავში არსებული პოლიპიდან ან სიმსივნიდან სისხლდენას, ჰემოროის სისხლდენა და ამ დროს ადამიანი უშვებს შეცდომას, აბრალებს თავის არეულ კუჭის მოქმედებას, აბრალებს ჰემოროის და ექიმთან მოდის დაგვიანებით, როდესაც უკვე სხვა სიმპტომები იწყებს გამოვლენას, როგორიც არის იგივე პარადოქსული ფაღარათი, როდესაც ადამიანს აქვს რამდენიმე დღე შეკრულობა და შეკრულობის მაგივრად შემდეგ აღენიშნება ძალიან თხიერი კუჭის მოქმედება სისხლის მინარევებით და უკვე რომელიც ესეთი ნაწილობრივი გაუვალობის ნიშნები არის და ამ ზომამდე უკვე მისული ადამიანი მომართავს უკვე რო ხდება რომ აშკარად იმაზე ბევრად რთულად აქვს მდგომარეობა ვიდრე იყო არა ესეთი მძიმე სიმპტომების ლოდინი აუცილებელი სისხლის შემთხვევაში აუცილებელი არის გარკვევა და დიაგნოზამდე მისვლა და ზუსტად ცოდნა საიდან არის სისხლი და საიდან მოდის. კი, უმრავლესი შემთხვევა წამლებით იმკურნება, მაგრამ აი ეს არ უნდა გამოგრჩეს ის შემთხვევები, ის 10%, როდესაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ პაციენტს დროულად დავეხმაროთ, დროულად აღმოუჩინოთ ქირურგიული დახმარება და ხშირად ეს ქირურგია ეგრეთ წოდებული მინი-ინვაზია არის, მცირე მასშტაბური ჩარევები არის. თანამედროვე ტექნოლოგიებით, იგივე ენდოსკოპიური ქირურგია იქნება თუ ლაზერული ტექნოლოგიები, თუ რადიოტალღები, საკმაოდ უმტკივნეულო და სწრაფად ხდება მკურნალობა. ასე რომ თავარია სწორად დაისვას და დროულად დიაგნოზი. ერთი ძალიან პრაქტიკული კითხვა, რომელიც მშობლებისთვის არის საინტერესო, როდესაც ბავშვებს აქვთ ხოლმე ტენდენცია შეკრულობისკენ, ხშირად მშობლებს აქვთ ცდუნება გამოიყენონ უყნა გასათავისუფლებლად ნაწლავის. სხვათა შორის გამაგრილებელ უყნებსაც იყენებენ ხოლმე მაღალი ცხელების დროს ჯერ კიდევ ბავშვების შემთხვევაში და ამიტომ ოჯახის პირობებში ვგულისხმობ, ოჯახები თავიანთი გადაწყვეტილებით, ამიტომ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც სწორედ ოყნის გამოყენების შემდეგ ბავშვს აქვს სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონადენი. ეს არის თუ არა საშიში მდგომარეობა, არის თუ არა საყურადღებო მდგომარეობა და რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ თქვათ უყნამ სერიოზული დაზიანება მიაყენოს ნაწლავს იმდენად, რომ ბავშვის ჯანმრთელობა შეექმნას საფრთხე. 21 საუკუნეში ეს პრობლემა უფრო და უფრო ხშირი ხდება ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს, როდესაც ბავშვები ახლა ნაკლებად მიირთმევენ ხილს, ბოსტნეულს, ტკბილეულობას ეტანებიან და ბოჭკოს იღებენ ნაკლებ ბოჭკოს და შეკრულობა ემართებათ. ბავშვთა ასაკის ნომერი 1 პრობლემა არის ანალური ნახეთქების განვითარება, რომელიც სწორედ ამქედან შეკრულობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ნახეთქი იწვევს ტკივილს, ტკივილის გამო ბავშვს უყალიბდება შიში კუჭის
მოქმედების და თავს იკავებს, რაც ძალიან არ ღვევს ნორმალურ მოქმედებას, ხდება სწორი ნაწლავის შეჩვევა, ესე რომ ვთქვათ, მგრძნობელობის დაქვეითება და კვიკის მოქმედების სურვილის დაქვეითება. და ბავშვები ამ თავის მშობლები უბრალოდ იძულებულები ხდებიან, მეტი გზა არ რჩება, ბავშვი მტკივნეულობის გამო თავს იზღუდავს მოქმედებისგან და რამდენიმე დღე შეიკავა თავი, ფეკალური მასა უფრო მყარი ხდება, თავს უფრო მეტად იზიანებს მომდევნო მოქმედებაზე, უფრო მეტად შინდება და კიდევ უფრო იწყებს თავის შეკავებას, ესეთ მანკიერი იქნება, საიდან გამოსავალიც ხშირად არის ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, თავისთავად დამარეგულირებელი საშუალების დანიშვნა და ამასთან ერთად ოყნის გამოყენება. სხვა შემთხვევაში ბავშვი უბრალოდ თავს იკავებს და არ გადის. ეხლა დაიხვეწა ეს ოყნებიც, ესე რომ ვთქვათ, მცირე ზომისები არიან, გლიცერინის შემცველები აუცილებელი არაა, რომ ეხლა ბავშვს დიდი ესეთი გამწმენდი ოყნა რომ გაუკეთდეს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი თავს იკავებს, გლიცერინის მიკროოყნა, ესე ძალიან მარტივი გასაკეთებელია, პატარა ზომისები არის, დიდი მტკივნეულობა არაა და ესე ძლიერ სურვილს იწევს მოქმედების. ამიტომ ბავშვი თავის შეკავებას ვეღარ ახერხებს და მიდის და იცლება და რის საშუალებითა ჩვენ თუ ყოველდღიურად დავცლით ბავშვს, ნაპრალს შევახორცებთ, ხოლო თუ რამდენიმე დღეში ერთხელ ექნება, ვერ შეხორცდება და ეს პრობლემა ასაკთან ერთად კიდევ და კიდევ უფრო რთულ პრობლემად გადაიქმნება, რასაც ქვია ესეთი მყარი შეკრულობების განვითარება, როდესაც სწორი ნაწლავის მგრძნობელობა იმ დონეზე არის დაქვეითებული, რომ დასრულ ასაკში უკვე კვიკის მოქმედების სურვილი ადამიანს აღარ უნვითარდება. და ის საკმაოდ დიდ პრობლემებს აქმნის. მე უბრალოდ მინდოდა რომ მაყურებლისათვის გვეპასუხა მშობლებისთვის, იმიტომ რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ დროს აი ეს სისხლიანი გამონადენი, მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც წესი ნაპრალის ბრალი არის ხოლმე და არა თვითონ ოყნის, თუ ეს არ არის დიდი ოყნა და არის პატარა მცირე ზომის აპლიკატორები, რომელიც თვითონ აფთიაქშივე გამოიშვება, როგორც წესი ეგ არ აზიანებს ნაწლავს, ნაწლავი თვითონ შეკრულობისგან უფრო არის ხოლმე დაზიანებული. ხლა დიდ გამწმენდ ოყნებს თვითნებურად სახში მაინც თავი შეიკავონ და მოერიდონ ურჩევ მშობლებს. ძალიან დიდი მადლობა ერეკლე დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა ქირურგი, პროქტოლოგი, მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ექიმი პროქტოლოგი, ქირურგი პროქტოლოგი, ბატონი ერეკლე გრატიაშვილი და მე არ გემშვიდობებით, რადგან ტრადიციულად ჩვენ გველოდება კვებითი შუქნიშანი. კვებითი შუქნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფერების მიხედვით გვაქვს რეკომენდაციები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როდესაც ფერებთან არის ასოცირებული ესა თუ ის რჩევა, იმისთვის რომ რაც შეიძლება კარგად დავიმახსოვროთ და რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ საჭიროების შემთხვევაში. პარასკევის კვებითი შუქნიშანი ძალიან განსხვავებულია, იმით რომ ერთი მხრივ ჩვენ ვაწყობთ შუქნიშანს, ჩვენ ვცდილობთ შუქნიშნის შესაბამისად მოვაწესრიგოთ ჩვენი კვებითი მოდელი და შემდეგ ეს ყველაფერი გადაგვაქვს თეფშზე. და ვიდრე თეფშთან მივალთ, აუცილებლად უნდა დავიწყო იმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც გვაქვს სისხლდენა კუჭნაწლავიდან. სისხლდენა კუჭნაწლავიდან ეს არის საყურადღებო მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი ფაქტორი. დავიწყოთ იქიდან, რაც მწვანედ ჩანს და ყველაზე ნებადართულია თითქოს. როდესაც ჩვენ საუბრობთ, მაგალითად, რა სჭირდება ჩვენს ნაწლავს ჯანმრთელობისთვის, ჩვენ აუცილებლად ხას უსვამთ, რომ ნაწლავის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მთავარი გასაღები წარმატებისა არის მცენარეული ბოჭკო. მცენარეული ბოჭკო, რომელიც ნაწლავს ასუფთავებს, მცენარეული ბოჭკო, რომელიც ნაწლავს მაგალითად ონკოლოგიური რისკებისგან იცავს, ამცირებს ანთების განვითარების რისკს და ასე შემდეგ. აი, ასეთ შემთხვევაში მცენარეული ბოჭკოს დატვირთვა
არის ის, რომ მაქსიმალურად შევარჩიოთ მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები პროდუქტები. და აი ამ პროდუქტებში პირველ რიგში ვასახელებთ ხოლმე ხილს და ბოსტნეულს. შეგვიძლია ასევე მოვიქცეთ, მაშინ, როდესაც ნაწლავის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ სისხლდენის პირობებში. აღმოჩნდა, რომ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ნედლი ხილი და ბოსტნეული არის ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც უნდა შევზღუდოთ მწვავე სისხლდენის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხილი და ბოსტნეული არის საუკეთესო არჩევანი ნაწლავის ჯანმრთელობისათვის. ეს გახლავთ ზოგადი, მაგრამ როდესაც საუბრობთ სისხლდენის პირობებში, ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ხილი და ბოსტნეული არ განიხილება ასეთ საუკეთესო პროდუქტებად და ის აუცილებლად გადმოინაცვლებს სიფრთხილის ზონაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენ იცით ძალიან დიდი სინანულით გადმოგმაქვს არც თუ ისე ხალისით მწვანე ზონიდან ყვითელ ზონაში ხილი და ბოსტნეული. არა და ეს ის შემთხვევაა სწორედაც, რომ არგუმენტები გვაქვს ამ არჩევანის სასარგებლოდ. მაშინ რა გვჩება მწვანე ზონაში? მწვანე ზონაში აუცილებლად დაგვრჩება ის პროდუქტები, რომელიც თეფშია განთავსებული, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორი ფორმით ვაწვდით საკვებს. ვაწვდით აუცილებლად დაქუცმაცებულს, აუცილებლად ერთგვაროვან მასად ქცეულს, ანუ ჰომოგენიზებულს რომ ვეძახით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფაფად ქცეულს და ასეთ პროდუქტებს ჩვენ სხვადასხვა ჯგუფიდან ვიყენებთ. პირველ რიგში ფაფის დანიშნულება არის ის, რომ ერთი მხრივ ადამიანს შევუნარჩუნოთ პირით კვება და მივცეთ საშუალება კუჭნაწლავის ტრაქტს მუშაობის რეჟიმი არ დაკარგოს, ანუ სამუშაო რუტინა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ ვაწვდით უკვე დაქუცმაცებულს, უკვე თერმულად დამუშავებულს, უკვე ადაპტირებულს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ცოტა ხანს დაყოვდეს კუჭნაწლავის ტრაქტში და მაქსიმალურად სწრაფად გაიაროს კუჭნაწლავის ტრაქტი ერთის მხრივ და იქცეს ადვილად შეთვისებად, ადვილად მოსანელებელ მასად. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ადაპტირებული მყარი საკვები ნახევრად მყარად უნდა გადავაქციოთ და ზოგჯერ ნახევრად თხიერად და ამისთვის გამოვიყენოთ თუნდაც ადაპტაციური საშუალებები. ეს არის ყველაზე კარგი არჩევანი. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ტემპერატურის იქნება საკვები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენს ტემპერატურას რომ ვზომავთ, ჩვენ ვიცით რა იქნება ჩვენი სხეულის ოპტიმალური მაჩვენებელი, სხეულის ტემპერატურის ოპტიმალური მაჩვენებელი. ასია საკვების შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სისხლდენის დროს, რომელი როგორი ტემპერატურის საკვები იქნება ოპტიმალური, დაადგინეს, რომ 5 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის თუ არის საკვები, ან 60 გრადუსის ზემოთ თუ არის საკვების ტემპერატურა, ეს არ არის კარგი არჩევანი. ოპტიმალური იქნება 5-დან 60 გრადუსამდე ტემპერატურა, როდესაც საკვები არ შექმნის პრობლემებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ სისხლდენა არის კუჭნაწლავიდან 5 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის მქონე საკვები და 60 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის მქონე საკვები არის საკმაოდ სარისკო. ასევე სარისკოა თვითნებურად სხვადასხვა სახის მედიკამენტის გამოყენება, როდესაც ამას არ ვუთანხმებთ ექიმს, მაშინ როდესაც გვაქვს უკვე ნაწლავიდან სისხლდენა. აღმოჩნდა, რომ ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში ყველა ის პროდუქტი, რომელიც ანთებას აღრმავებს, არის გასათვალისწინებელი დასაგულისხმო, ეს არის ცხიმით დატვირთული, ეს არის ნახშირწყლებით დატვირთული, ეს არის ალკოჰოლის თუნდაც მინიმალური რაოდენობით შემცველი. და ასეთ დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ მთლიანი კვების მოდელი, არა ცალკეული კომპონენტები, არამედ როგორ გამოიყურება მთლიანობაში კვება და მივაქციოთ ყურადღება დროში საკვების მიღების გადანაწილებას. დანაწევრებული უნდა იყოს 2 მაქსიმუმ 4 საათიანი ინტერვალი. ანუ კვებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ხანგრძლივი. 2-3 საათი იქნებოდა ოპტიმალური, კიდევ უფრო უკეთესია 2 საათი და მცირე ულუფებით და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ულუფები უნდა იყოს მცირე. როდესაც ჩვენ საუბრობთ მცირე ულუფებზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ მოკლე ინტერვალებზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს წონის კონტროლი. როგორ ვინარჩუნებთ ძირითად პარამეტრებს, როგორ ვახერხებთ ადამიანის სხეულის ძირითადი პარამეტრების შენარჩუნებას, მათ შორის წონის შენარჩუნებას,
იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წონის სტაბილურობა, ან დანაკარგი არ იყოს ძალიან მაღალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმს შეექმნება არასაკმარის ნაკლებობასთან ასოცირებული რისკები. რა სჭირდება სისხლდენის ფაზაში და სისხლდენის შემდგომ ჩვენს ორგანიზმს? პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება წყლის ბალანსი, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ სისხლი ეს არის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე თხევადი ქსოვილი და მისი შევსებისთვის, დანაკარგი შევსებისთვის სითხეს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სითხის შევსებასთან ერთად ჩვენ გვჭირდება ცილოვანი კომპონენტის შევსება, იმიტომ რომ სისხლის აღდგენა ცილის გარეშე არის შეუძლებელი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ ცილოვან წყაროდ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ამავე დროს მდიდარია რკინით და ბეჭდვის ვიტამინებით, რადგან სისხლის დანაკარგი ნიშნავს ცილის დანაკარგს, წყლის დანაკარგს, ნიშნავს რკინის დანაკარგს და ბეჭდვის ვიტამინების დანაკარგს. ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია, წყაროდ უნდა განვიხილოთ საკუთრივ წითელი ხორცი და ამასთან ასოცირებული პროდუქტები, ფრინველის ხორცი ნაწილობრივ, თევზი ნაწილობრივ, ხოლო მცენარეული წყაროებიდან პარკოსნებია მიზანშეწონილი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწლავის ჯანმრთელობა სხვა რისკებს არ გვიქმნის. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პარკოსნები შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ რკინითაც მდიდარია ბეჭდვის ვიტამინებითაც და მცენარეულ ცილას წარმოადგენს, ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. რაც შეეხება მარცვლეულ ბურღულეულის დაწყვილებას მცენარეულ პროდუქტებთან, მთლიანი მარცვლეულის გამოყენება მნიშვნელოვანია, როგორც ბეჭდვის და მაგნიუმის წყაროდ, მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი დამუშავების ხარისხის გათვალისწინება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მცენარეული ცილის და რკინის წყაროდ. მაგალითად, ისპანახი ან ისეთი პროდუქტები, რომელიც სეზონურად მიწასთან ახლოს იზრდება და კომბინაციაში C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან, იმიტომ რომ რკინა კარგად ვითვისოთ. გავითვალისწინოთ აგრეთვე რხილის ჯგუფი, სადაც სეზონურ პროდუქტებთან ერთად, რომელშიც არის მაგალითად ატამი, ქლიავი, აი ახლა რაც შემოვა სეზონურად ეს პროდუქტები, ასევე მასთან კომბინაციაში C ვიტამინით დატვირთული მაგალითად კენკროვანი პროდუქტები ან კურკოვანი. გავრცელებული აზრი, რომ მაგალითად სწორედ ალუბალი სეზონურად ან ბროწეული შემოდგომაზე რკინის მთავარი წყაროა, ფაქტობრივად ასე არ გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტები ძალიან წითელია, რკინის წყაროდ არ უნდა განვიხილოთ, განსხვავებით ჩემი მიერ დასახელებული პროდუქტებისაგან, მაგრამ მაგალითად ყურძნის ჭირი, ანუ ქიშმიში თავისუფლად შეიძლება განვიხილოთ, როგორც არა ვიტამინების, მაგრამ როგორც მინერალების წყარო, მათ შორის რკინის წყაროც და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის წონასწორობის აღდგენა ადეკვატური რაოდენობით ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების მოხმარებასთან და სწორად შერჩეულ ცხიმებთან ერთად უნდა ხდებოდეს ფონზე, რომელსაც ქვია ჩვენი კეთილმეზობლობა, ჩვენი ორგანიზმის ჰარმონიული ურთიერთშეთანხმებული მუშაობა და ასეთ შემთხვევაში მიკრობიომისა და მიკრობიოტას აღდგენა ნაწლავში არა მარტო ნაწლავის ჯანმრთელობას განსაზღვრავს, არამედ მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ის იყო დღევანდელი ჩვენი ინფორმაცია, დღევანდელი ჩვენი რჩევები, ორ შაბათამდე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.